ნინო ბურჯანდის პარტია გიგი უგულაოს უფლებამოსილების გადამეტებასა და კორუფციაში ადანაშაულებს პარტია დემოკრატიული მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი შალვა ობგაიძის განცხადებით კომპანია City Park-თან მერიის მიერ დადებულ ხელშეკრულებაში უამრავი დარღვევა. ობგაიძის ინფორმაციით ფირმები, რომლებიც პარკირების სფეროში გამარჯვებულად გამოვლინდა და ინტერნეტ სივრცეშიც კი არ იძებნება დემოკრატიული მოძრაობის ბრალდებებს კომპანია City Park-ში უკვე უპასუხეს. ნაცმოძრაობა და მისი მერი წლების მანძილზე კერძო ბიზნესში ჩაურევლობის საბაბით ასაიდუმლოებდა თითქმის სამხედრო საიდუმლოების დონეზე City Park-თან დადებულ ხელშეკრულებას. დემოკრატიულმა მოძრაობამ ლეგიტიმურად მოიძია აღნიშნული ხელშეკრულება, ჩვენი ეჭვები გამართა და ეს დოკუმენტი გიგი უგულავას და მთელი რიგი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები აღმოჩნდა. City Park-ს აქვს უფლება რომ დააჯარიმოს პარკირების წესების დარღვევისთვის ავტომობილი. რაც შეეხება კიდევ იმას, რომ City Park-ს ჰქონდა ვალდებულება, უბრალოდ ტენდერში იყო გაწერილი ვალდებულება, რომ უნდა ეშენებინა როგორც მიწისქვეშა, ასე მიწისზედა პარკირების ადგილები, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არათუ City Park-ს, რომელიმე ნებისმიერ სხვა კომპანიას რომ გაიმარჯვა ამ ტენდერში, მათ არ ჰქონდათ ეს მოთხოვნა, შესაბამისად ეს ინფორმაცია არ შეესაბამება.